საქართველოში 4480 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2025 წლის იანვარ-სექტემბრის ჩათვლით შემთხვევების შედეგად 345 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6041 მოქალაქე დაშავდა. იმერეთი ერთ-ერთ წამყვან რეგიონად დასახელდა შემთხვევების რაოდენობის მიხედვით. ოფიციალური მონაცემებით რეგიონში 497 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმერეთს საქართველოში ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე რეგიონებს შორის აყენებს. ავტოავარიების შედეგად რეგიონში 76 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზეა თბილისი 1990 შემთხვევა. შემდეგ მოდის აჭარა 499 შემთხვევით, ხოლო მესამე პოზიციას სწორედ იმერეთი იკავებს. სტატისტიკის მიხედვით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზებს შორისაა დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის დაუცველობა, შემხედრ მოძრაობის ზოლში გადასვლა, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, საგზაო ნიშნებისა და მონიშნის დაუმორჩილებლობა. სპეციალისტების შეფასებით არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობას, როგორც მრցღოლების, ისე ქვეითების მხრიდან.